საქართველოში მიმდინარე პროცესების გამოძახილი ჩრდილოეთში, რუსული ძალები აფხაზეთში შედიან. რუსეთში სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე უკვე ღიად საუბრობენ. აფხაზეთის სუვერენული რესპუბლიკაა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯი ამ საკითხთან მიმართებაში და უნდა აღიაროს აფხაზეთის სუვერენიტეტი. თუ კი საბჭოთა კავშირის დაშლისას საქართველო ერთ-ერთი პიონერი იყო, ვინც დამოუკიდებლობა მოიპოვა და ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო, მაშინ ვინმე მახსნას ის ფაქტორი, რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და სუვერენიტეტს. დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა დიდი რაოდენობით უკანონო მძიმე შეიარაღების შემოტანა და პირადი პერსონალის შემოყვანა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამ მომენტისთვის შემოყვანილია 5 ერთეული ტანკი, S-72, 4 ერთეული ძალგური ცეცხლის დანადგარი გრადი, 5 ერთეული ჯავშანმანქანა საბრძოლო, 7 ჰაუბიცა და დაახლოებით 200 მებრძოლი პირადი პერსონალი. დიალოგი პარლამენტში გრძელდება ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატს ასახავს. საბჭოს შემადგენლობაში საქართველოში უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები მოხდა. და ამ დემოკრატიულ არჩევნებში თქვენმა მონამორჩილმა გაიმარჯვა. ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო საბჭოს გადაწყვეტილება. ზამს რომ შალვა ნათელაშვილთან ერთად ლეიბორისტული პარტია მთლიანად და ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად მთელი ქართული ხალხი მას დაუჭერს ხარს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. საქართველოს პოლიტიკა და საფრთხე რუსეთიდან. ლევან ცუცქირიძე, თემურ იაკობაშვილი, დავით დარჩიაშვილი დღის კომენტარში. საღამოშვიდობისა ეთერშია დღის კომენტარი. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით დღეს აფხაზეთში ოჩამჩირესთან არსებულ ბაზაზე რუსეთმა 5 ტანკი, 4 გრადის ტიპის ქვემეხი, 5 ჯავშანმანქანა, 7 ჰაუბიცა და ჩეჩენი ეროვნების 200-მდე მებრძოლი შეიყვანა. რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე გუშინ პოლიტიკოსები და ექსპერტები საკუთარ ხელისუფლებას სეპარატისტული რეგიონების აღიარებისაკენ ღიად მოუწოდებდნენ. რუსული მედიის გააქტიურება და სამხედრო ძალების შესვლა აფხაზეთში. რა შეიძლება იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი. ჩვენი სტუმრები არიან ლევან ცუცქირიძე, დავით დარჩიაშვილი და თემურ იაკობაშვილი. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მოგზაურობისათვის. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს მოამბის ჟურნალისტი მაკა გაფრინდაშვილი, იგი დღეს პარლამენტში მიმდინარე დიალოგს აშუქებდა. საღამოშვიდობისა მაკა. საღამოშვიდობის. როგორ დასრულდა მეორე რაუნდი და როგორია პირველი შეფასებები? მეორე რაუნდი დასრულებულია, მაგრამ ეს არ არის დიალოგის დასასრული. დიალოგი გაგრძელდება ზეგ. საპარლამენტო ოპოზიცია დაგვიანებით მოვიდა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე და შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არც ერთ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა დიალოგის გაგრძელებას აზრი აქვს და ისინი ზეგ ისევ მოვლენ პარლამენტში ამ დიალოგის გასაგრძელებლად. მათი მოთხოვნები არის უცვლელი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და ასევე რამდენიმე ადამიანის მიმართ ზეწოლა აღარ გახორციელდეს, უფრო კონკრეტულად ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ თავად განმარტავენ. ჩვენმა თვეებნებით ძალიან მკაფიოდ. ან შეწყვიტეთ დევნა ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც მიტინგზე მოვიდნენ და ახლა მათ დაშინებას ვცდილობთ, ან მაშინ გამოვიძიოთ ყველაფერი თავიდან, რა მოხდა, ვინ გასცეს უკანონო ბრძანებები და გადავიდეთ ამ რეჟიმში, დავივიწყოთ არჩევნები და საერთოდ ვარკვიოთ მტკვარ მართალი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, თუ გაგრძელდა პოლიტიკური ტერორის ვითარება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არჩევნებზე საუბარი იქნება ძალიან რთული. საგანგებო მდგომარეობის თემაზე გვეუბნებია, რომ რამდენიმე დღეში მოიხსნება, ეს რამდენიმე დღე უკვე რამდენჯერმე ითქვა, ამასობაში ვერანაირი კონკრეტული მიზეზი ვერ სახელდება. ჩვენ გვინდა არჩევნები, ჩვენ ვთვლით, რომ დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩატარდება შიშის პირობებში და ყველანაირად სანამ ჩვენ რამე ძალა გაგვაჩნია, ვეცდებით იმას, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იყოს შიშის პირობებში და არ ჩაატაროს არჩევნები შიშის პირობებში, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან არ წყდება. ამ დიალოგისთვის ორი მხარე უნდა და არა მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ჯდებიან დიალოგზე, იმისთვის რომ აჩვენონ მოსახლეობას და მსოფლიოს, რომ დიალოგი მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა შედეგები.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ 2-3 დღეში ზუსტად საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. შეთანხმება მიღწეული არის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მაია ნადირაძის თქმით, როგორც არის საარჩევნო კოდექსი. აქედან გამომდინარე დიალოგის გაგრძელებას აზრი აქვს ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ყოველთვის მზად არიან დიალოგისთვის, ხოლო ის რაც მოხდა, რაც ეხება შეფასებებს, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, თუ სახელმწიფო არ მიიღებდა კონკრეტულ ზომებს, მაშინ ის არ იქნებოდა სახელმწიფო. მოლაპარაკების მერე ყველა შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობები და მოლაპარაკების რეჟიმი უკეთესი ხდება ჩემის აზრით. რაც შეეხება დასმულ საკითხებს პრიორიტეტულობის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობაზე ითქვა, რომ უახლოეს რამოდენიმე დღეში გაუქმდება. რაც შეეხება როგორც ისინი ამბობენ პოლიტიკურ რეპრესიებს, ეს არ არის პოლიტიკური რეპრესიები, ეს არის ჩვეულებრივი, ადეკვატური, ნორმალური სახელმწიფოს პასუხი იმ ადამიანებისადმი, რომლებიც 7 ნოემბერს თავს დაესხნენ, ანუ ძალისმიერად მოექცნენ პოლიციას და სახელმწიფო ვალდებული ამაზე პასუხი გასცეს, სხვა შემთხვევაში ესეთი სახელმწიფო არ არსებობს. ამავე დროს არის ძალიან სერიოზული მუშაობა და ყველაზე დიდი წარმატება მიღწეულია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც იყო თავი და თავი მათი მოთხოვნების. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა და ალბათ ყველას ამოცანა უნდა იყოს, იმედი მაქვს, რომ ოპოზიციისაც, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და დათო, მე შეგახსენეთ, მე მგონი საინტერესოა თუ ვინ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იყო მაია ნადირაძე, გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, ოპოზიციის მხრიდან დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კუკავა, მრეწველების ფრაქციის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები. ჩვენს ეთერში სწორედ ახალი მემარჯვენეების პოზიცია იქნება რამდენიმე წუთში. დიდი მადლობა მაკა. და როგორც გავიგეთ, რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერში შეკითხვებს უპასუხებს მამუკა კაციტაძე, მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი. მანამდე ბატონ დავითს მინდა მიმართოს შეკითხვით, როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რომ ყველა საკითხზე მოხდეს პოზიციების შეჯერება უმრავლესობასა და ოპოზიციაში? მე ეჭვება, იმდენად დიდი იყო გაუცხოება, უნდობლობა, ვიტყოდი რიგ შემთხვევაში სიძულვილიც კი, რომ ახლა ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება მხარეებს დაებადოთ სრული ჰარმონია, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ ალბათ მოლაპარაკებების ხელოვნებაში მთავარი ის უნდა იყოს, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაზე ორივე მხარემ დადოს ამ საკითხების ნუსხა და რაღაცა ამ ნუსხიდან შეარჩიონ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მათთვის და იმათზე მოხდეს შეთანხმება და ყველაფერი დანარჩენი გადაიდოს საარჩევნო კამპანიისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ თემურ, რა არის მაინც მთავარი, უფრო საარჩევნო კოდექსთან მიმართებული საკითხები თუ რაც მოხდა იმის შეფასება? მე ვფიქრობ, რომ შეფასებაზე საერთოდ საუბარი არ არის. ოპოზიციის მოთხოვნა გასაგებია, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე, რათა მიეცეთ საშუალება ყველა პოლიტიკურ ძალებს, რომ მოხდეს ნორმალურ პირობებში საარჩევნო აგიტაცია. პოლიტიკურ დევნაზე იყო აქ საუბარი და გამახვილებული ყურადღება, რაზეც ერთთან ხვდებიან, ანუ ერთი მხარე აფიქსირებს, რომ იმ ხალხის დევნა, ვინც მიტინგში უთხრა პოლიციელებს, არის პოლიტიკური დევნა, მეორე მხარე მიიჩნევს, რომ ეს არის კრიმინალური დევნა, ამაზე ისინი ვერასოდეს ვერ შეთანხმდებიან. და მე ვფიქრობ, ის რომ პროგრესია მიღწეული საარჩევნო კანონმდებლობაზე და დაკომპლექტებაზე, ეს არის ძალიან ძირეული საკითხი, რამე თუ ამან უნდა გარანტიროს ლეგიტიმურობა ამ არჩევნებისა, რომ მე არც მხარეს არ კონდეს შეკითხვები, არჩევნები იყო ლეგიტიმური თუ არა ლეგიტიმური. ეს მის შედეგები შესაბამისად იყოს აღიარებული ორივე მხარეს. რა თქმა უნდა. ბატონო, თქვენ როგორ მეგაჩნიათ დამაიმედებელია ეს, რაც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, ანუ ზეგ გაგრძელდება ასეთი პოზიტიური მიმართულებით თუ არის გარკვეული? უნებრივია, მართალია, როგორც აქ აღინიშნა, ყველა საკითხზე შეთანხმება და საერთო აზრის ჩამოყალიბება ალბათ არ მოხდება, შეუძლებელიც არის. მეორე მხრივ დამაიმედებელი ყველაზე მთავარი ჩემი აზრით რაც ხდება, არის ის, რომ ამ დიალოგმა გადაინაცვლა იმ ფორმატში, რომელშიც უფრო სასურველია, რომ მიმდინარეობდეს საუბარი. ეს პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი, ჩვეულებრივი ნაწილი და მე ვფიქრობ, რომ ამაში, ასე ვთქვათ, ეს უკვე ძალიან კარგია და ეს პროცესი გაგრძელდება და ის იქნება, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი საინტერესო და პროგრესმაჩვენებელია ერთის მხრივ, რომ ჩვენ გადავედით რაღაც ესეთი რადიკალური კონფრონტაციის ეტაპიდან, ასე ვთქვათ, ნამდვილ პოლიტიკურ პროცესზე, ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი. და მოვისმინოთ, როგორია ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის შეფასება. საღამოშიდობისა, ბატონ მამუკა. მოგესალმებით. როგორია თქვენი ხედვა, რაზე მოხდა შეთანხმება, რაზე ვერა თქვენი მოთხოვნებიდან?
მოგესწრებათ რომ დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაიწყო გუშინ წინ. ამ დიალოგის მთავარი აზრი გახლდათ სწორედ ის რომ ერთის მხრივ გაუქმდეს დროულად საგანგებო მდგომარეობა და აქედან გამომდინარე მედია საშუალებების შეზღუდვა. ბუნებრივია ჩვენ ვითხოვთ ამავდროულად რომ ის პოლიტიკური წნეხი რომელიც ზოგადად არსებობს დღეს საზოგადოებაში იყოს მოხსნილი და შესაბამისად ის საკანონმდებლო ცვლილებები, ანუ კანონში ცვლილებები საარჩევნო კოდექსში რომელიც შექმნის მეტნაკლებად ნორმალურ გარემოს საარჩევნო პერიოდში. ეს არის ჩვენი მოსაზრება, მაგრამ მე მინდა გითხრათ სხვა რამ რომ თუ კი ხელისუფლების მხრიდან ან ნებისმიერი გარე თუ შიდა ძალის მხრიდან იქნება ხელოვნურად მცდელობა და ხელის შეშლა იმისა რომ არჩევნები არ ჩატარდეს, გადაიდოს სხვადასხვა მიზეზ საბაბებით ჩვენ ახალი მემარჯვენეები აქტიურად დაუპირისპირდებით ნებისმიერ ამ ძალას იმდენად რამდენადაც ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, მიღებული გვაქვს ბრძოლა რომელიც შემოგთავაზა ხელისუფლებამ და ვთვლით რომ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არ მეგულება მე პირადად საღი აზრის მქონე ადამიანი თუ პირადი ინტერესები არ აქვს მას რომელიც მხარს დაუჭერს სააკაშვილს ალბათ 5 იანვარს დამთავრდება ეს ხელისუფლება და ჩვენი აზრით და ჩვენი იდეა სწორედ ეს გახლდათ ყოველთვის რომ კანონიერი გზით და საკონსტიტუციო გზით უნდა შეგვეცვალა ხელისუფლება ჩვენ 5 იანვარს დავაღნახებთ ქართულ საზოგადოებას როგორ შეიძლება კანონიერი გზით ხელისუფლების შეცვლა მათ შორის ისეთი ხელისუფლებისა მე ძალისმიერ მეთოდებით დამახასიათებელ ხელისუფლებას გულისხმობ როგორიც არის სააკაშვილისა და არ მივცემთ არავის იმის საშუალებას რომ ქართველ ამომრჩეველს დაუკარგოს ეს შანსი. პატმამკა ვიდრე ცალკეულ საკითხებს შევეხებოდეთ იგივე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ გარე და შიდა ძალები. გარე ძალებში ვის გულისხმობთ რომ მათ შეიძლება ასე ვთქვათ ამ საარჩევნო კამპანიას ან არჩევნებს გარკვეულად შეუშალოს ხელი. მე მგონი ზედმეტი კონკრეტიკა ამ შემთხვევაში არ იქნება საჭირო, მაგრამ თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ დღეს რაღაც ხდებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, გარკვეული განცხადებები კეთდებოდა და ასე შემდეგ და არ გამოურიცხავ რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, ავის მსურველები ქვეყნის შიგნითაც იყვნენ, რომლებიც არ არიან მაინც და მაინც მოწადინებული რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს საქართველოში, ან არიან მოწადინებული იმისათვის რომ სააკაშვილს გაუნთავისუფლდეს არეალი და ფაქტობრივად კონკურენციის გარეშე მიიღოს, ასე ვთქვათ, მონაწილეობა ეგრეთ წოდებული 5 იანვრის არჩევნებში მე გულისხმობდი ყველა ამ ძალას. პატმამკა თქვენ ახსენეთ საგანგებო მდგომარეობა დღეს ითქვა რომ საგანგებო უმრავლესობის მხრიდან რომ 2-3 დღეში გაუქმდება სავარაუდოდ. ხომ არ მიგაჩნიათ რომ რაც უფრო სწრაფად იქნება პოლიტიკური შეთანხმება მიღწეული აი ამ დიალოგის ფორმატში მით უფრო მალე გაუქმდება. ან ხო არ არის გარკვეული კავშირი იმას შორის რაც მალე იქნება მიღწეული შეთანხმება მით მალე იქნება ხელისუფლებას გარანტია რომ გააუქმოს აი საგანგებო მდგომარეობა. ხო, იცით, მე მართალი გითხრათ საგანგებო მდგომარეობის მაინც და მაინც არსებობას, უпрочёрт არსებობას მაინც და მაინც ვეღარ ვხედავ, საჭიროებას ვეღარ ვხედავ და ვეღარ ვამართლებ, მაგრამ ნუ რადგან ხელისუფლება ამბობს რომ 2-3 დღეა კიდევ საჭირო რაღაც ვირტუალური მიზეზების გამო, ნუ სადაც 4 წელი მოვითმინეთ, 2-3 დღესაც მოვითმეთ. კარგი, პატმამკა, დღეს უკვე გაკეთა რამდენიმე, ესე იგი, ცნობილი გახდა რამდენიმე კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან. როგორ ფიქრობთ თქვენ მაინც დარწმუნებული ხართ რომ დავით გამყრელიძის კანდიდატურა მათაც ვერ გაუწევს კონკურენციას სააკაშვილის თემა თქვენი პოზიცია გასაგებია. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ რომ მე მივესალმები იმას რომ ცალკეულმა პიროვნებებმა გადაწყვიტეს და შემოვიდნენ ამ მარათონში, რასაც ქვია საპრეზიდენტო ბრძოლა, ეს მხოლოდ მისასალმებელია, ეს მათი პიროვნული უფლებაც არის, პოლიტიკური უფლებაც არის და თავისთავად ნორმალურ კონკურენტუნარიან გარემოში ამ ტიპის, ასე ვთქვათ, პაექრობაში შესვლა უფრო მეტ აზარტსა და მეტ გარკვეულწილად სტიმულს იძლევა, როგორც ასეთი, მაგრამ ნუ ჩვენ არ მიგვაჩნია რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენთვის იქნება ოლიმპიადა, სადაც მთავარი მონაწილეობაა. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ოლიმპიადა, მაგრამ ჩვენ აქ ამ ბრძოლაში შევდივართ აბსოლუტურად გააზრებულად და იმ შედეგით რომ 5 იანვარს კონსტიტუციური გზით, კანონის გზით ჩამოვიშორებთ ამ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ბოდიშს მოუხდით სხვა კონკურენტებს, მაგრამ არ მოუხდით ბოდიშს სააკაშვილს. მან ეს დაიმსახურა. და ბოდიშის მოხდა რო არ დაგჭირებოდათ, ხომ არ იყო გარკვეულწილად შეთავაზება ოპოზიციისთვის, რომ მათაც დაეჭირათ გამყრელიძის მხარი?
თუ აყოფილა მსგავსი? ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად და პიროვნება დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. ვისაც სურდა ეს, მან ალბათ გამოხატა თუნდაც თავის პასიურობით. ვისაც არ სურდა, მან დააყენა თავისი კანდიდატურა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამაში ტრაგედიას ვერ ხედავთ. და ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, კითხვა ისმის ბადრი პატაკაციშვილთან მიმართებაში, იყო ასეთი კომენტარიც, რომ მაგალითად ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა მოხსნიდა კანდიდატურას უმრავლესობის მხრიდან ედებოდა კომენტარი გაჩეჩილაძეზე, რომ შემდეგ თქვათ პატარკაციშვილს გაუხსნის გზას. როგორია თქვენი დამოკიდებულება ბადრი პატარკაციშვილის როგორც კანდიდატის მიმართ ამ შემთხვევაში? ისიც კონკურენტია თქვენთვის. ბატონ ბადრის ისე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს, რომ ჩაერთოს ამ მარათონში, მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მეორებ, მიღებული გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გავიდეთ ბოლომდე გამარჯვებით. გასაგებია. და ბატონო ამკა ძალიან საინტერესოა ბატონი გაჩეჩილაძის ეროვნულმა საბჭომ გარდა პრეზიდენტობის კანდიდატისა დააყენა ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც. ხომ არა გაქვთ თქვენ უკვე გარკვეული შეთანხმება თუ როგორი იქნება მემარჯვენეების მთავრობა? ამ თემაზე ალბათ უპრიანი იქნება, რომ განცხადება გააკეთოს და საზოგადოებას ამცნოს ჩვენეული ხედვებით თავად ჩვენმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბატონმა დავით გამყრელიძემ, რაც შეეხება დღევანდელ ასე ვთქვათ ტანდემის წარმოდგენას, ეს არ არის პრინციპში რაღაც ახალი და არანორმალური რამ, ნორმალური მომენტია, ჩვენ შევეცდებით ჩვენეული ხედვა ცოტა უფრო განსხვავებული შევთავაზოთ საზოგადოებას. თუ რაში იქნება ეს განსხვავებულობა, მოდით ცოტა ხნით ამ კითხვაზე ჯერ არ გაგცემთ პასუხს. არა, მე ვერ გაგცემ და არ უნდა გაგცემ პასუხი. ამაზე პასუხი უნდა გაგცეთ ჩვენმა ლიდერმა და დარწმუნებული იყავით, რომ გაგცევთ და ცოტა უფრო მეტი სიმრთელით. კი ბატონო, ვიდრე? ბატონო? ვიდრე ვინ? ვიდრე თქვენ გგონიათ. მე რატომ უნდა მეგონოს ბატონო, ნაკლები. ან თუნდაც ვიდრე დაუშვათ საზოგადოებამ დღეს ნახა. შეიძლება უსწრო სხვა რამეც მოხდეს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. კარგად ბრძანდებით. და მე ისო სტუდიაში ბრუნდები. ვიდრე ერთ-ერთ თავარ თემაზე გადავიდოდეთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, ეს არის რუსეთი და გავლენები თუ გარკვეული საფრთხეები აფხაზეთში. მე მაინც მინდა გკითხოთ კანდიდატებთან დაკავშირებით ბატონ თემურ, როგორ ფიქრობთ, რამდენად ისეთი აქტიური და კარგი გაგებით წინასაარჩევნო კამპანიის მომსწრენი ვიქნებით ჩვენ საქართველოში? მე მეჩვენება, რომ ეს არის პირველი არჩევნები, სადაც მისი შედეგები პრინციპში ცნობილი არ არის. პირველად ხდება ასე? კი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველად. პრეზიდენტ სააკაშვილს რა თქმა უნდა თავისი რესურსი გააჩნია, შეიძლება სხვაზე მეტი, მაგრამ გარანტირებული მას არ აქვს ამ არჩევნების მოგება. სხვა კანდიდატურებზე მე როფეს ვერ ვიტყვი, ალბათ მათ თვითონ და თქვენ და წარმოადგენთ თავიანთი პროგრამა. ვფიქრობ, რომ ბადრი პატარკაშვილის კანდიდატურა არ უნდა იქნას განხილული, რამე თუ მისი განცხადებები არ მეტყველებს იმაზე, რომ გინდა თუ არა ის მიიღებს მონაწილეობას. ასევე მას არ ჩაუტარებია რაღაც ესეთი სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ამისათვის, რაზეც მეტყველებს ის განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება ხოლმე. ეს არ არის რაღაც მომზადებული საპრეზიდენტო კამპანიის განცხადება. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის საბოლოო ჯამში არც წამოაყენებს თავის კანდიდატურას? შეიძლება არც წამოაყენოს. რაც შეეხება ვის დაუჭერს ხარ თქვენ როგორ მიგაჩნიათ თუ არ წამოაყენებს? პატარკაცშვილი? ყველას. და პირველად არ გავუკეთებ. ალბათ ყველა, არა, მე ვიტყოდი ყველას. სააკაშვილს რაც? რაღაც ფორმით მე რო ვიყო პატარკაცშვილი დაუჭერდი რაღაც ფორმით. ხოდა. დანარჩენ კანდიდატურებს რაც შეეხება, თვითონ კარგია ის ფაქტი, რომ ოპოზიციამაც დაიჯერა და მთავრობამაც განაცხადა, რომ ეს არჩევნები ღირს იმისათვის, რომ მათ პოლიტიკურად იბრძოლონ. და ისინი აქ ბატონმა ამუკამ სწორად თქვა, რომ მიიღეს მათ ეს გამოწვევა, ხო? აი ეს არის ძალიან კარგი პროცესი, რომ ყველაფერი გადავიდა პოლიტიკურ კონკურენციაში და ყველაფერი გადავიდა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში არჩევნების ფონზე და არჩევნების გზით. ვინ გაიმარჯვებს? შეიძლება მეორე ტურიც იყოს. თუ პირველ ტურში ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროს, შეიძლება იყოს მეორე. მე იქნება უფრო საინტერესო დავუშვათ ვინ ვის მიცემს თავის ხმას. ასე რომ დაველოდოთ, მე ვფიქრობ, რომ გასართობი მარტო ახალწელს არ გვექნება, ცოტა მერეც გვექნება 5 დღის მერეც. იმედია რომ გასართობი მხოლოდ დადებითად დამთავრდება საბოლოო ჯამში და არ გადა. ბატონ ლევან, იცით რა მაინტერესებს? დღეს აი ახლა ბატონი მამუკა საუბრობდა, რომ გარკვეული გარე ძალები, შიდა ძალები შეიძლება დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გადავადებით ან ასე ვთქვათ არაკონკურენტულ გარემოში გამართვით იყვნენ დაინტერესებული. ბუნებრივია, მოდით რუსეთზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ მათ შეიძლება
შეიძლება არ დარწმუნებული ვარ, რომ ექნებათ ინტერესი ამისა. რუსეთი დღეს ცდილობს თავისი ამ ასე ვთქვათ ესკალაციის ახალ საფეხურზე გადასვლით ტექნიკის შემოყვანით, ცოცხალი ძალის შემოყვანით ორი კურდღლის დაჭერას. ერთი ის რომ მან ასე ვთქვათ აიძულოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რომ იგი ჩაერიოს რაღაცა ფორმით ამ კონფლიქტში, გამწვავდეს სიტუაცია და ალბათ იმედოვნებს რომ ვთქვათ ამით შეიძლება ვთქვათ მან შექმნას ახალი არგუმენტი დესტაბილიზაციისთვის, რომ აი რაღაც ახალი ავანტიურა წამოიწყო ხელისუფლებამ და უნდა არჩევნების გადავადება და აი ეს არ არის დემოკრატიული არჩევნები ვერ იქნება და ამ შემდეგ ეს ერთი კურდღელი. მეორე კურდღელი იქნებოდა ის რომ თვითონ აი ამ არჩევნების პერიოდში თუ კი ჩვენ არ წამოვაგეთ რაღაც სერიოზულ პროვოკაციაზე კიდევ ერთხელ დაძაბოს სიტუაცია და საბოლოოდ თქვათ არც გამოურიცხავ იმას რომ კიდევ უფრო გამწვავდეს და ასე თქვათ ძალიან სერიოზული დაპირისპირება მოხდეს აფხაზეთში რუსეთის მიერ ინსპირირებული. კიდევ ერთხელ უფრო და უფრო მეტს უნდა ველოდოთ, რაც უფრო ასე თქვათ ჩვენ ახლოს მივალთ არჩევნებთანაც თუ იქნება ეს ფაქტია რომ დღეს და ამ დღეებში უკვე განვითარდა ასეთი მცდელობები, ჩვენ ამ თემას უდმო მოგვიანებით დაუბრუნდებით, ახლა კი ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს თავდაცვის უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ გივი თარგამაძე. საღამოშიდობისა ბატონ გივი. საღამოშიდობის. ბატონ გივი, რატომ ვერ ხერხდება გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის? ბუნებრივია, ეხლა ალბათ მე ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ გარკვეულ საკითხებზე ხერხდება შეთანხმება, მაგრამ საკითხები იყო დასმული ისე იმთავითვე, რომ პრაქტიკულად იყო ცნობილი, რომ მათზე შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ალბათ ამისათვის არის სწორედ არჩევნები, რომ იმ საკითხებზე შესაბამისად ჩვენი პოზიცია შეაფასოს ხალხმა და თქვა ჩვენ სწორად მოვეკეცით თუ არა, თუ ოპოზიცია იყო სწორედ ამ შემთხვევაში. ხა დღევანდელი კონკრეტული თემატიკა რო ავიღოთ, რაც ბატონი მამუკა საუბრობდა, პირველ რიგში მე ხაზს გავუსვამდი, რომ დევნა არანაირი ჩვეულებრივი მოქალაქეების არ ხდება ნამდვილად. მით უმეტეს არ ხდება დევნა პოლიტიკური ლიდერების და მე ვფიქრობ, ყველა მნახარე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, არ მომხდარიყო პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება ამ პერიოდში და მათ ჰქონდეთ სრული საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა სრულფასოვნად წინასწარ. არც ნათელაშვილს არ აქვს რამე პრობლემა. არანაირი პრობლემა ამ პერიოდში არ აქვს, არც ნათელაშვილს და თუ ის ჯერაც არ ჩდება, ვთქვათ, საზოგადოების წინაშე, ეს მისი გადაწყვეტილებაა მხოლოდ და მხოლოდ. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მონაწილეობდნენ მათ წინააღმდეგ თავდასხმებში, ნებისმიერ სახელმწიფოში, ამას რაც უფრო მალე შეეგუება ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები და მთლიანობაში პოლიტიკური სპექტრი იქნება ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ ესეთი რამე სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს და დასაჯოს. ესე არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ესე იქნება საქართველოში და არის. ეხლა ამიტომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანების დევნა, ვინც უბრალოდ იყო იმ მიტინგზე და თუნდაც დაშლის პერიოდში, მას არაფერი არ ემუქრება და არც ასე ვთქვათ დამუქრებია აქამდე. ეს ერთი და მეორეს მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა, იქნებ საბოლოოდ ჩვენ რაღაცნაირად შევთანხმდეთ იმაზე ოპოზიციასთან, რომ სარკაზმი და ასე ვთქვათ ესეთი დამოკიდებულება აფხაზეთის თემატიკასთან მოხსნათ დღის წესრიგიდან. ეხლა ძალიან უხერხულია ისევ ამაზე ლაპარაკი, რომ ის რაც ხდება დღეს აფხაზეთში, ეს არის ვთქვათ ხელისუფლების რაღაც ხელოვნური ბარიერები და განცხადებები ამაზე არ უნდა აკეთოს ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ეს იწვევს მათში ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ ხრიკებით არჩევნების გადადებას და ასე შემდეგ. ანუ არჩევნებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება? ბუნებრივია, არ ემუქრება და ბუნებრივია ის, ვინც თქვათ ფლობს ახლა ინფორმაციას, თუნდაც უყურებს რუსულ არხებს ამ დღეებში, ნახავს, რომ ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია და აბსოლუტურად ღიად ხდება საუბარი და შფოთვა იმაზე, რომ რუსეთმა ეხა დაკარგა წინასაარჩევნო მარათონში დასაყრდენი პრორუსული ძალების სახით და ამიტომ ნუ სხვა რა უნდა ქნან და იქნება აფხაზეთში გამომწვევი სიტუაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ და ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერები თუ ვიქნებით კონსოლიდირებულები ამ საფრთხის წინააღმდეგ, მას ჩვენ პირიქით ყველანაირად ავიცილებთ თავიდან
მაქსიმალურად ამ საფრთხეს და იმას, რომ ის შეიძლება ემუქრებოდეს თქვათ არჩევნების თარიღს და ასე შემდეგ. ამიტომ არ არის აქ სარკაზმი ნამდვილად საჭირო, მით უმეტეს მე ვფიქრობ, რომ წინა საარჩევნოდ ეს ოპოზიციას ქულებს არ მოუტანს, იმიტომ რომ ეს არის ის თემა, სადაც მთლიანი საზოგადოება არის კონსოლიდირებული. ისე ამ თემებზე არის ბატონო გივი საუბარი, აი თუნდაც ამ დიალოგის ფორმატში. ერთჯერობით აქამდე არ მისულა საქმე, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს წურიგო არ იქნებოდა გამომდინარე აი სწორედ ბატონი მამუკას დღევანდელი დამოკიდებულებიდან, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ კიდევ ერთხელ ყველანაირად, რომ ესეთი მიდგომა მოუხსნათ, ვინაიდან საფრთხე არსებობს, ეხლა ეს ფაქტია და ისიც ფაქტია, რაც მოხდა დღეს. ამიტომ ჩვენ პირიქით მე ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა აღვდგეთ წინ ამ საფრთხეს. ბატონო გივი, ვიდრე აფხაზეთის საკითხს ისევ დაუბრუნდებოდეთ, რამდენიმე კითხვით ისევ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, რამდენიმე კანდიდატი არის უკვე ცნობილი ოპოზიციის მხრიდან. თქვენ დღეს საუბრობდით, რომ შესაძლოა ბადრი პატარკაციშვილის ესე ვთქვათ, კანდიდატურის სასარგებლოდ რამდენიმე მოხსნას, მაგრამ რა გაძლევდათ ამის არგუმენტირების საშუალებას, ასე ვთქვათ. მეცაც გეტყვით, ესე იგი, ჩემი წინადგრძნობები ახდა უკვე და შემიძლია ახლა გითხრათ, რომ ბატონი ლევან გაჩეჩილაძე არის დაპატიჟებული უკვე ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის მიერ, განხორციელდა სატელეფონო ზარი, მან მიიღო ეს დაპატიჟება და როგორც დაპატიჟება მიიღო, ასევე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ იმ 2 მილიონსაც მიიღებს აუცილებლად და ეხლა რატო ვლაპარაკობ ჩვენ ამაზე ეხლა, იმიტომ რომ მე რო არ იყოს ლაპარაკი, რომ აი ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც პოზიციები. ეს პოზიციები თავიდანვე იყო ცნობილი და ამორჩეველთან ესეთი თამაშები, რომელ მხარეს მოუტანს, ასე ვთქვათ, დამატებით ხმებს ეს არჩევნებზე გამოჩნდება, მაგრამ ეს არის თამაშები ნამდვილად და გაკოტრებულმა გრეჩიხამ ამ შემთხვევაში დაიკმაყოფილა თავისი ინტერესი, მთელი მისი მოღვაწეობა მიტინგზეც მათ შორის იყო ერთმნიშვნელოვნად სწორედ ამ ვალის ფაქტორით განპირობებული და ის ამას დაიკმაყოფილებს, ის ამ ვალს დაფარავს. და ეს არ არის ბატონო გივი, სარკაზმი, თქვენ ოპოზიციას ეს სარკაზმი არ არის, მე უბრალოდ გეუბნებით იმას, რაც მოხდება ნამდვილად და თუ არ მოხდება, ბუნებრივია ყველას ექნება საშუალება, რომ ასე ვთქვათ, გაიხსენოს ჩემი ეს ნათქვამი და მითხრას, რომ მე არ ვამბობდი მართლაც, მაგრამ მე ვამბობ მართლაც და თქვენ ნახავთ, რომ ეს ასეც მოხდება უცებ. კი ბატონო, სხვა კანდიდატებზე როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი იყო შეფასებები, რომ ეს არის პირველი არჩევნები, სადაც არ არის წინასწარ ცნობილი ვინ იქნება გამარჯვებული და შეიძლება მეორე ტურიც იყოს. ამას ბუნებრივია არჩევნები გვიჩვენებს, ეხლა ჩვენი ძალა რა თქმა უნდა არის დარწმუნებული გამარჯვებაში და მეორეს მხრივ ჩვენ ვართ მოხარულები, რომ კანდიდატების ხვებიც არის, ასე ვთქვათ, თავარი არის ჩვენთვის დღესდღეობით ის, რომ არჩევნები გაიმართოს მაქსიმალურად ღიად, მაქსიმალური გარანტიები იყოს იმისი, რომ ამ არჩევნების შედეგები იქნება ყველას მიერ ერთნაირად აღიარებული. ჩვენ ამის ყველაფერს ვაკეთებთ, იქნება დაწყებული დამკვირვებლებით თუ გაგრძელებული ადგილზე კამერების დაყენებით და ასე შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე არჩევნები და მის შედეგში უბრალოდ არავის არ შეეძლოს ეჭვის შეტანა. ბატონო გივი, დღეს ერთ-ერთი კანდიდატი, უბრალოდ პრემიერობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ აი ასეთივე ფორმით წარმოედგინა მათ თქო საკუთარი გუნდი. თქვენ თუ გყავთ პრემიერობის კანდიდატი, პრემიერი მოქმედი ცნობილია, მაგრამ ხომ არ არის რამე ცვლილებები მოსალოდნელი? ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდი და მე ვფიქრობ, სწორედ ამ გუნდის მოღვაწეობას შეაფასებს არჩევნებზე საზოგადოება და აუმრჩეველი და ამ შეფასებას ველით ჩვენ, ხოლო მეორე მხრივ ჩვენც საინტერესო იქნებოდა, რა თქმა უნდა, იმის მოსმენა, ვთქვათ, იგივე ოპოზიციურ საბჭოს როგორ წარმოუდგენია მთავრობა. და ალბათ იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტები ამ შეკითხვას დაუსვამენ. ეს ქალბატონი სალომესგან იყო ესეთი ინიციატივა, თუ არ რჩები და მათ სახელების მოსმენა იქნება საინტერესო, მე ვფიქრობ. კი ბატონო, მოდით აფხაზეთს რომ დაუბრუნდეთ. თქვენ თქვით, რომ საფრთხები არის რეალური, ჩვენი სტუმრებიც ამას ეთანხმებიან, მაგრამ რა შეიძლება მივიღოთ უახლოეს ხანებში? არის რეალურ რისკებზე, რეალურ საფრთხეზე საუბარი, რომ კონკრეტული გარკვეული ქმედებები რუსეთთან. თული სათქმელია, ახლა მოგეხსენებათ, ნუ ეს უკვე ძალიან გაცვეთილი სენტენციაა, მაგრამ რასიზმ ეს ესეა, ძალიან რთულია რუსეთის პროგნოზირება, მით უმეტეს დღევანდელი რუსეთის. ну, თუმცა გარკვეული ლოგიკა დღევანდელ მოქმედებებში ალბათ შეინიშნებოდა იმ ფონზე, რა საუბრებიც იმართება მათ ტელესივრცეში
და მართლაც გამომდინარე იქიდან რომ მათი დასაყრდენი სულ უფრო მცირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რუსეთი როგორც ჩანს იძულებული არის რომ რაღაც სხვა მეთოდებსაც მიმართოს. ეხლა დღევანდელი აქცია იყო გამიზნული იმისთვის რომ ასე ვთქვათ ჩვენ წამოვგებოდით ამ პროვოკაციას და სამხედრო ძალების შესვლას გულისხმობთ? დიახ და ასე ვთქვათ ეხავე გადავსულიყავით რაღაც ადეკვატურ პასუხებზე რაც აუცილებლად იმოქმედებდა საარჩევნო პროცესზე. თუ არა და თუ ეს პროცესი არის რეალური და შეიძლება გაგრძელდეს, ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს სამწუხაროდ სხვა მხრივ ამისი პროგნოზირება არის შეუძლებელი. და თუ აღიარება მოხდება, ეს ჩვენ კიდევ და კიდევ ერთხელ ვაძლევს საშუალებას, რომ მივმართოთ კიდევ ერთხელ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენ მეგობრებს იმისათვის, რომ საქართველოში თქვა ცოტა ხნის წინ გავითარებული მოვლენების შეფასებასთან ერთად შეაფასონ ასევე ეს სიტუაციაც და რეალურად დაგვეხმარონ ჩვენ რომ მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია აშკარად და ბუნებრივია თქვა იგივე სამშვიდობოების ფორმატი არანაირად არ ითვალისწინებს დამატებითი ძალების შეყვანას, ისე როგორც დღეს ხდება, ამიტომ ამაზე რეაგირება უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ამ დღეებში რუსეთის მედიაში პირდაპირ და არა მხოლოდ ექსპერტების მხრიდან, ასევე პოლიტიკოსებიც აღიარებაზე საუბრობდნენ. დაიქნება თუ რუსეთმა აღიარა სეპარატისტული რეგიონი. აქ ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება იყოს ზუსტად გარკვეული იმაზე, არსებობს თქვა ესეთი მოლოდინი, რომ აღიარების შემდეგ შეიძლება დაიწყოს, თქვა, საომარი მოქმედებები და ასე შემდეგ. ძალიან ზუსტად უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთის აღიარება რუსეთის მხრიდან ნიშნავს საომარ სიტუაციას მყისიერს. ვინაიდან ეს არის რეალურად ომის გამოცხადება. თავად აღიარების ფაქტი ნიშნავს საქართველოსთვის ომის გამოცხადებას ავტომატურად. ამიტომ ბუნებრივია ეს არის უსერიოზულესი ნაბიჯი, რომელზეც მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით რუსეთი არ წავა, როგორც მინიმუმ კოსოვოს სიტუაციის კვანძის გახსნამდე. თუმცა ეს ჩემი ვარაუდია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოსალოდნელი რუსეთიდან არის ნებისმიერი ნაბიჯი. დიდი მადლობა ბატონგები. მშვიდობებით გივით არ გამაძეთ და უბრუნდებით ჩვენ სტუმრებს სტუდიაში. ამ დღეებში რუსეთის არხებზე მართლაც მიდიოდა პირდაპირ, ასე ვთქვათ, ნამდვილი ისტერიაც კი ასეთ შეფასდა საქართველოს წინააღმდეგ და იცმოდა, რომ სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკვე დროულია, გადაწყვეტილი საქმე უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის. ვაღიაროთ აფხაზეთის და ოსეთის, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ესეთ შეფასებები ისმოდა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. მათ შორის იყო მოსკოვის მერი იური ლუშკოვიც. მოდით მოусმინოთ მათ და შემდეგ ვიმსჯელოთ ამის თაობას. До последнего момента. Ბოლო წუთამდე რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მხარს უჭერდა. ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, როცა რუსული პოლიტიკური ელიტა კითხვას დასვამს, რისთვის ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ რუსმა სამშვიდობოებმა, რომლებიც იქ იმყოფებიან, ადგილობრივები და საკუთარი თავი დაიცვან ისე, რომ სააკაშვილს შეიარაღებული ძალების გამოყენების სურვილი არ გაუჩნდეს. ის რაც მოხდა, აფხაზეთსა და ოსეთს გამოყოფს საქართველოსთან და შესაძლებელს ხდის რუსეთის ფედერაციის მიერ მათ აღიარებას. აქ საუბარია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ოსეთის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, თუმცა რუსული პოლიტიკური ელიტა ნელ-ნელა ამას უახლოვდება. ისტორიულადაც და ხალხის ნებითაც, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას, აფხაზეთის სუვერენული რესპუბლიკაა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯი ამ საკითხთან მიმართებაში და უნდა აღიაროს აფხაზეთის სუვერენიტეტი. ბატონ დავით, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ნიშანი, რომ მზადდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება? 100%-იანი ნიშანი მაინც არ მგონია, თუმცა ყველანაირად რომ ნერვებს ცდიან, ეს ფაქტია და ყველანაირად რომ ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს სტაბილურობას, არც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში და არც საქართველოში, ესეც ფაქტია, თორე მაინც მე ამ შემთხვევაში დავეთანხმებოდი ბატონი თარგამაძის ნათქვამს, რომ იმდენად რთულია დიპლომატიურად რთულია ამის გაკეთება ქვეყნისათვის, რომელსაც ჯერ კიდე აქვს პრეტენზია ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, რომ 10 ჯერ გათვლიან, მაგრამ მოსინჯვა მიდის ჯერჯერობით პოლიტოლოგებისა და
დეპუტატების ან ქალაქის მერის ასეთი ხალხის მხრიდან და არა დაუშვათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ვის ნერვებს ცდიან? ქართველების, ხელისუფლების? მე მგონი პირველ რიგში ქართველების ნერვებს ცდიან, რომ რაღაცა ასე ვთქვათ ხელგულზე კიდე რამე გავაკეთოთ ან კიდე უფრო აირიოს. მე საერთოდ არ მესმის რუსული გათვლების ლოგიკა ბოლომდე. ცხადია, რომ ეს გათვლები სულ არის, რომ რაღაცნაირად საქართველოს დაბრუნდეს მათ წიაღში, მაგრამ ისეთი მოუხეშავი და მოუხერხებელია ხოლმე, რომ საბოლოო ჯამში არ მთავრდება შედეგიანად. ამიტომ ძნელია ახლა მაინც და მაინც ლუშკოვის ძალიან ასე ვთქვათ დიდ ლოგიკურობაზე. მათ განცხადებებში უფრო სიძულვილი ჩანს მიუღებლობა, რომ არსებობდნენ დამოუკიდებელი ქვეყნები ამ ყოფილ რუსულ იმპერიულ სივრცეში და როცა რაღაცა ძალიან გძულს და რაღაცა ძალიან გინდა, იქ უკვე ლოგიკა და რაციონალიზმი უკან იხევს ხოლმე. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ თემაზე? დღეს თუ დავუმატებთ ამას, რომ ჩვენ ინფორმაციით აფხაზეთში შეყვანილი იქნა დამატებითი სამხედრო ძალები. დღეს რაც მოხდა, არის ის, რაზეც ლაპარაკობდა ბატონი ნიკონოვი, რომ რუსების არგუმენტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სააკაშვილმა არ უნდა გაბედოს პოლიტიკური მიზნებით, ადგილობრივი პოლიტიკური მიზნებით აფხაზეთში სამხედრო ოპერაციების წარმოება. ისინი ხვდებიან, რომ ამას არ გავაკეთებთ ოსეთში, იმიტომ რომ ამას აზრი გარა აქვს. და ისინი ასე ვთქვათ, თავხედურად მე ვიტყოდი, დგავენ და შეყავთ და გამოყავთ ზღვის ტერიტორიაზე ჯარები, რაც პრინციპში არის ყველანაირი ხელშეკრულებების და ყველაფრის დარღვევა. ამ ეტაპზე ჩვენ საქმე გვაქვს პირდაპირ აგრესიასთან, მოდი პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ იქ დამატებითი ჯარების შეყვანა, დამატებითი კონტინგენტის შეყვანა არანაირი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. დღეს საქართველოს თავს დაესხნენ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით და შემოიყვანეს მის სუვერენულ ტერიტორიაზე, რომელსაც შეიძლება ვერ ვაკონტროლებდეთ, რაღაც ტანკები და ჯართები და რა ვიცი მე რაღაც არანტერიო დარაძგანები. ეს უკვე არის სერიოზული განხილვის თემა საერთაშორისო ასპარეზზე და დიპლომატიის სერიოზული განხილვის თემა. მე ვფიქრობ, რომ ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. პრობლემა იმაშია, რომ დღეს საქართველოს ძალიან ცუდი იმიჯი აქვს იმის გამო, რაც მოხდა ბოლო დღეებში საერთაშორისო არენაზე და თუ ასეთი აქცია იქნებოდა ატაცებული ჩვენი მეგობრებისა და ასე ვთქვათ პარტნიორების მხრიდან სხვა შემთხვევაში, ამას შეიძლება ეს ვერ გააკეთონ დღეს. და როცა ლაპარაკი იყო, რომ რატომ ჩავატაროთ მაინც და მაინც აპრილში არ ჩავატარო და მერე ჩავატაროთ, აი ამის გამო იყო. აი ეს იყო არგუმენტი და იცინოდნენ ამ არგუმენტზე. პირიქით რომ დავატრიალოთ ბატონ თემურა, თქვა ნიკონოვის არგუმენტს რომ დავეყოთ, რომ ხელისუფლება შეიძლება იყენებდეს ასეთ აქციებს. რა მნიშვნელობა აქვს, რასაც ხელისუფლება რა შეიძლება აკეთებდეს თავის ტერიტორიაზე, არის ერთი ხელისუფლება ჯერ არაფერი არ გაუკეთებია, თუ იმეს ურტყა თავის ხალხს ურტყა, ხო? აფხაზისთვის არ ჩაურტყია თავში. ამიტომ ეხლა ეს წინსწრები, ნაბიჯები და რაღაცეები ზღვის სუვერენულ ტერიტორიაზე, ეს არის პირდაპირ აგრესია. სხვა ეს არაფერი არ არის. ამიტომ ეხლა ნიკონოვი რას ელაპარაკებს და კიდე სხვა ხალხი, რომლებიც ცნობილი არიან თავისი ანტიქართული განწყობილებით, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იმდენად არ არის. მნიშვნელოვანია, რას აკეთებს რეალურად რა ხდება აფხაზეთში. დღეს აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანეს მცირე, მაგრამ საჯარისო შენაერთები, თოფებით, ტანკებით და სარაკეტო დანადგარებით. ეს არ არის სათამაშო და ეს არის ძალიან სერიოზული მოვლენა და მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ამის ასე ვთქვათ ჩაფარცხვა და აი ესეთი რაღაცა შეიძლება. იმიტომ რომ შენს ქვეყანაზე შემოდის უცხო ჯარი. ბატონ ლევან, ისე ვიცით რა, რაში უნდა აწყობდეს რუსეთს ეს პროვოკაციები, მაშინ როდესაც საუბარია ოლიმპიადაზე, სხვადასხვა პერსპექტივებზე ამ მიმართულებით. ხომ არ იგივე მიმართულებით რომ წავიდეთ, ხომ არ ხდება მართლაც ჩვენს მიერ დანახვა და რაღაც ეგზალტირება ამ საკითხების უფრო. ბუნებრივია, ახლა ორივე მხარე სხვადასხვანაირად უყურებს ალბათ ამ საკითხებს, უბრალოდ ახლა რუსეთს რა შეიძლება აწყობდეს, რუსეთს აწყობს ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია არ გაფართოვდეს მის საზღვრებთან, მას უნდა რომ აქ იყოს დესტაბილიზაციის კერა და მერე მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას უმტკიცოს, რომ აი ხომ გეუბნებოდით ამ ხალხთან ლაპარაკი მარტო ჩვენ ვიცი და მაინც არაფერი არ გამოვა და მოდ დაანებეთ და ჩვენ მივხედავთ ამ ხალხს ამდენი ხანი ასე ვთქვათ პატრონობდით და ასე შემდეგ. ეს არის რა, ოლიმპიადას და ასე შემდეგ რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ მანამდე ალბათ შეეცდებიან ისინი რაღაც პრობლემების გადაწყვეტას. დღეს რუსეთს გონია, რომ საქართველოს აქვს ასე ვთქვათ კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიის თვალსაზრისით და იმიჯის თვალსაზრისით და ცდილობს იგი აეხლა მაქსიმალურად გამოიყენოს. აი ბატონ თემურაზეც
საუბრობდა ჩვენ მაგ გარკვეულ სიტუაციაში, როდესაც ვერ ვიხმართ მეგობრებს, იმიტომ რომ არა, მე ვფიქრობ, რომ ორი საკითხი განსხვავებულია და ჩვენი მეგობრები ამის განსხვავებასაც შეძლებენ. ხა შესაძლოა ეს სხვადასხვა ფორმებით მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი პრობლემა გამოყოთ მეორისგან, ხო და ერთი არის ეს შეეხება ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს, ასევე და ბატონ ბრაიზას განცხადებაც ნახე და ინტერვიუც იყო დღეს გამოქვეყნებული, სადაც იგი საუბრობდა, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია არის ამერიკის ეროვნული ინტერესი. თუმცა იგი იმასაც საუბრობდა, რომ ამ მოვლენებმა გარკვეული კითხვები ამ მიმართულებით კითხვები ყველას აქვს, მათაც აქვს კითხვები, აქაც არის ადგილობრივად კითხვები და შემდეგ, მაგრამ ეს ამნიშნავს, რომ ერთმა პრობლემამ გადაწონოს მეორე და თქვა, რომ აი რახან საქართველოში ესეთი პრობლემები არის დღეს, ხო, მოდი ჩვენ ასე ვთქვათ ამ ხალხთან აღარ ვილაპარაკოთ სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის, უბრალოდ დღეს არის გარკვეულწილად დაძაბული ვითარება საქართველოში და რუსეთი ცდილობს, რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ ნავთი დაასხას და აფეთქოს სიტუაცია ქვეყანაში. ბატონ დავით, ჩვენ ნახავთ ახლა რუსი ექსპერტები საუბრობენ ასევე პრორუსულ ძალებზეც. ის რა მაინტერესებს, არის ჩვენთან მომხდარი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები გარკვეული კატალიზატორი იმისა, რომ როგორც ბატონმა თემურმა ბრძანა თავი აიშვეს, ასე ვთქვათ, რუსებმა და შემოიყვანეს იქ ძალები და დაიწყეს მოძრაობა, ისარგებლეს რამ ვითარებით, თუ არის ეს ერთიანი პროცესის ორი შემადგენელი ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ვერ გეტყვით ახლა ამ გამოსვლებიდან ზუსტად რა იგულისხმეს, მაგრამ კითხვებს აღძრავს ეს და მე ვისურვებდი, რომ მაქსიმალურად არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ახერხებდეს გამიჯვნას ასეთი ძალებისაგან კი არა, საერთოდ რაღაცნაირად თავის დაცვას იმისაგან, რომ ეჭვიც არ გაჩნდეს ასეთ რამეზე. განსაკუთრებით დღეს, როდესაც არის უაღრესად დაძაბული ვითარება, ხო? მე არ მგონია თქვი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის კრემლი უშუალოდ და არა კრემლთან ახლოს მყოფი ადამიანები აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ვხედავ, რომ არის გამოუცხადებელი ომის ვითარება. ასეთ დროს ნებისმიერი ქვეყნის ნატოს უკავშირდება ყველაფერი ეს გამოუცხადებელი ომის ვითარება, უფრო შორს მიდის ეს ამბები, უფრო სიღრმეში მიდის, როგორც გითხარით, არ შეუძლია რუსული პოლიტიკური აზრი ჯერჯერობით ვერ გუობს საქართველოს დამოუკიდებლობას და ნატო იქნება ეს თუ ნატოზეც რო უარი ვთქვათ, მაინც რაღაცა არ გაგრძელდება აშკარად საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა, იმიტომ რომ კაი დღეს თქვი უარი, იქნებ ხვალ არ თქვა და ჯობია ბოლომდე ხელში ყავდე. აი ეს არის რუსული პოლიტიკა, სხვადასხვა მეთოდებით. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შიდა პოლიტიკური სპექტრის დიალოგს და ცივილიზებულ დიალოგს. და იმ ეჭვების გაფანტვას ვის მიმართაც არ უნდა იყოს, რომ რამე საერთო ხო არა აქვს ამათ რუსულ აგენტურასთან, რომელიც რა თქმა უნდა მოქმედებს ქვეყანაში. ვინმეს ჯერა, რომ ასეთ ურთიერთობების დროს რუსეთი ისეთი ცივილიზებული იყოს, რომ ერთი თავისი აგენტიც არ შემოაგზავნოს მეზობელ ქვეყანაში. მოდით აი ამასთან დაკავშირებითაც ისმოდა გუშინ განცხადებები რუსი ექსპერტების და პოლიტიკოსების. ოპოზიციის მთავარი ლიდერი ნათელაშვილი ჯაშუჟად არის გამოცხადებული, ისევე როგორც ბევრი სხვა. მთავარი ფინანსისტი კი კრიმინალში დაადანაშაულეს. საარჩევნო კამპანია საგანგებო მდგომარეობის პირობებში იწყება. ის რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსეთის მარცხია. ამ ტერიტორიაზე პრორუსული ძალები აღარ არის. საქართველოში იყვნენ პრორუსული ძალები, თუმცა ისინი, ვინც ბოლო პერიოდში ჩანდნენ, დღესდღეობის სამწუხაროდ ან სახელმწიფო ღალატის ბრალდებით არიან დაპატიმრებულნი, ან ემიგრაციაში იმყოფებიან, მათ შორის რუსეთშიც. ეს იყო საკმაოდ მკაფიო წმენდა საქართველოს მხრიდან. Да, безусловно. Либо они находятся в эмиграции, в том числе в нашей стране. Должны действовать так же, как действовали русские цари, русские იმ დრომდე სანამ საქართველო თავის პოლიტიკურ მოვლენებს თვითონ არ გეგმავს და ის იგეგმება რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი მეფეები ძველ დროს იქცეოდნენ. მაშინ, როდესაც თურქეთს ჰქონდა ინტერესები ბალკანეთში, რუსეთი ღიად კი არ იბრძოდა თურქეთის წინააღმდეგ. არამედ თავისუფლების მოყვარე ბალკანელ ხალხს იარაღით, ფულით და მორალურად ედგა მხარში. ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, ვინც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობენ, თავი დაცულად იგრძნონ და იცოდნენ, რომ რუსეთი მათ გვერდითაა. მუდმივი თემა პრორუსული ძალებისა. ბატონ თემურ, რაღაც ესეთი გულუბრყვილო მგონია ხანდახან რუსი ექსპერტები, როდესაც ასე ღიად საუბრობენ პრორუსულ ძალებზე, გვარებს და ადამიანებს ასახელებენ და რისი ნიშანია ეს
გვეთანხმებიან ჩვენს ხელისუფლებას შეფასებებში თუ პირიქით გარკვეულწილად ფიქრობენ რომ დაგვაჯერონ ის რაც არ ხდება. რაგოზინი ჩვენმა ხელისუფლებამ დაიქირავა ზატულინთან ერთად. ხო, აი დაახლოებით ამ ლოგიკით. რაგოზინი დარჩა მე-19 საუკუნეში და ღმერთმა ხელი მოუმართოს. მაგაში ხა როგორ შევედავოთ ჩვენ და მიაჩნია რომ ისევე უნდა მოიქცეოდეს რუსეთი როგორც მე-19 საუკუნეში იქცეოდა 21 საუკუნეში და რა ვქნათ ახლა მაგას ჩვენ ვერ შევცვლით. რაც შეეხება პრორუსული ძალების თემას, ალბათ ეს სპეკულაცია უნდა დავამთავროთ სადღაცა და თუ არიან საქართველოში პრორუსული ძალები, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ღიად გამოხატონ თავის მოსაზრებები და თქვან, რატო არიან ისეთი პრორუსული, რატო უყვარს რუსეთი, რა სარგებლობა მოაქვს რუსეთს გარდა იმისა, რომ გვიშვება იმასაც გვიშვება. ხო, რა ვიცი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაც ამის დემონიზაცია, რომ აი პრორუსული ძალები არ უნდა მოუშვათ საერთოდ ტელევიზორთან, მე ვფიქრობ არასწორია. თუ არიან ასეთი ძალები, გამოვიდნენ ახლა ნათელაშვილი თუ სხვა, მე მეჩვენება, რომ ნათელაშვილი და საერთოდ ლეიბორისტული პარტია არ არის პრორუსული ძალა. შეიძლება რაღაც უცნაურ ამას ვიძახი, მაგრამ არ მგონია ესენი პრორუსული ძალები, შეიძლება მათ გამოიყენეს რაღაც რუსული რესურსები თავისი მიზნებისთვის. ანუ მათ არ ქონდათ სხვა ფული და ნუ გაიღეს რუსული ფული. მაგრამ მათ მიერ რაღაც გადადგმული ანტირუსული ფულის აღება პოლიტიკური პარტიებისთვის როგორც ვთქვით, უცხოური დაფინანსება აკრძალულია. აკრძალულია, მე ვიძახი შეიძლება მეთქი, ამიტომ ამას დამტკიცება უნდა. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩვენს ოფისში გუშინ წინ განაცხადა, რომ მათ უნდათ ნატოში შესვლა და არსად ლეიბორისტებს არ უთქვამთ, რომ არ უნდათ ნატოში შესვლა. ეს არ არის ბევრ კოლეგაშია სოთაშორის მათი ეს პოზიცია და ხო, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ იმ ორგანიზაციას, რომელსაც უნდა ნატოში შესვლა, არის პრორუსული. რაც შეეხება პრორუსულ ძალებს და რას მორჩეთ ამ იანლიკების დაწებებას რა. პრორუსი ხარ ისე. თქვათ, რისი გამკეთებელი ხარ ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნისთვის. თუ პრორუსული ხარ, პროამერიკული ხარ თუ პრომოზამბიკური, უკვე აღარ არის საინტერესო. მე ეს რუსეთის თემა გაცვდა. აღარ შეიძლება ამ რუსეთის ტრიალი და ყველაფერი რუსეთზე დაბრალება. ის რაც ბატონმა დათომ თქვა სწორია, თავისი აგენტურა ყავს, ეყოლება, ცდილობს, ის თავისას ფაფხურობს. გამოვა, არ გამოვა. როდესაც ჩვენ დაუმტკიცებ, რომ ვიღაცა აშკარად და ღიად მუშაობს რუსეთზე, კი ბატონო, ისევე როგორც მუშაობს სხვა ქვეყანაზე. ხო, ყველა აგენტია, არ არსებობს კარგი და ცუდი აგენტი, ხო? ვიღაცა თუ არის აგენტი ნებისმიერი ქვეყნისა, უნდა იქნას დაჭერილი და დაჭერილი. იყო კიდევაც ერთი შემთხვევა, რომ სახელმწიფო კანცელარიაში ერთი კაცი დაიჭირეს, დააპატიმრეს სხვა ქვეყანაზე მუშაობისთვის. ამ შემთხვევაში მე როგორც ვიცი, ის ქვეყანა რუსეთი არ იყო. სხვა ქვეყანა. ალბათ ყველას გონია რომ რუსეთი იყო. ხო, გონიათ, მაგრამ არ იყო რუსეთი და სწორი იყო, ანუ ჯაშუში თუ არის და სახელმწიფო საიდუმლოებას და ინფორმაციას ყიდის სხვაზე, უნდა დაიჭირო, აბა რა უნდა ხნა, ხო? რაც შეეხება აი ამ ლუსტრაციას და არალუსტრაციას და ვინ არის რუსეთის ხარეს და როგორ არ არის. ხო, მე შეიძლება ჩემი კრიტერიუმები მქონდეს და როდესაც რუსებისგან რაღაცას ვისმენ და მე იმას ვისმენ გამეორებულს რამოდენიმე პოლიტიკური მოღვაწისაგან ან ექსპერტისაგან, უკვე რაღაც ეჭვები მიჩნდება, რომ კარგით რა, ეხლა ან სიტყვები გადაანაცვლეთ და ან რაღაც ასოები ამოყარეთ, ან რაღაც სხვანაირად მითხარით რა, ერთ ეგრე ტექსტით ნუ მელაპარაკებით ხოლმე. ამიტომ მე სხვა ინდიკატორები მაქვს ამისა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დროა რომ მოხდეს პოლიტიკური დალაგება ამ სიტუაციისა და თქვას, რომ ვიღაცას ვისაც უნდა პრორუსულობა, კი არა მივეტაკო და ყელი გამოვღადრო და რატო ხარ პრორუს. თქვას იმან რა სიკეთის მოტანა შეუულია რუსეთს. თუ მას აქვს არგუმენტები, მე ვფიქრობ, რომ არ ექნება, მაგრამ რუსები არ მიცემენ ამის საშუალებას, აქ შევარდნენ აფხაზეთში და შემდეგ, მაგრამ თუ არიან ეს უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელს გვიშლის ეს იანლიკების მიწებება ხელს გვიშლის ნორმალური პროცესის წარმართვისათვის. ჩვენ ეს ხელს გვიშლის საქართველოში პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისთვის. რაც მოხდა 2-დან 7 ნოემბრამდე, ჩემი აზრით, ჩემი დიაგნოზით, ეს არის საქართველოში პოლიტიკური სისტემის კრიზისი. როცა ჩვენ არ აგვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა, სადაც პარტიები ერთმანეთს ქუჩაში და ხელკეტებით და მეგაფონებით კი არ ელაპარაკებიან, არამედ ელაპარაკებიან პარლამენტში, ან დებატებში, ან არჩევნებზე, ან წინასაარჩევნო კამპანიის დროს. აი ეს არის რაღაც უფრო პოლიტიკური სიმწიფე. ყველაზე საშინელება ის არის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიმწიფის გაცილებით მაღალი დონე აქვს მოსახლეობას, ვიდრე პოლიტიკურ ელიტას. ეს არის საშინელება. და მე ვიტყოდი, რომ ალბათ დროა, რომ საერთოდ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მოძრაობებმა არ აქვს მნიშვნელობა ეს ხელისუფლებაში თუ არ არის რაღაც თავის დონე მიიყვანონ მოსახლეობის დონეზე, რომელიც საკმაოდ მომზადებული აღმოჩნდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ,
თემების გასარჩევად და მოსახლეობისთვის ახლა ეს პრორუსული, ანტირუსული რაღაცა აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი. რუსეთი რას არის და რასაც აკეთებს, ყველამ კარგად იცის. ასაკები. ბატონო, თქვენ როგორ მიგაჩნიათ? დაეთანხმებით ბატონ თემურს თუ მაინც კი, დაეთანხმებით იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა საჭიროებს მართლა სერიოზულ გაუმჯობესებას. ეხლა ჩვენ რო ავიღოთ კლასიკური დეფინიცია პოლიტიკური პარტიის, ხო, ჩვენ დღეს არა გვაქვს რეალურად არც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, იმიტომ რომ ყველა პარტია ცდილობს გამოხატოს ყველას ინტერესი და ეს მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კლასიკურ გაგებას პარტიისა, რომელიც უნდა გამოხატოს რაღაც გარკვეული ჯგუფის ან ფენის ინტერესს. ისე გარკვეული ჯგუფის ინტერესებს კი გამოხატავს, ჯგუფი სხვაგვარად სოციალური იქნება ეს თქვა პოლიტიკური თუ რაიმე სხვა. ამასთანავე მე იმედი მაქვს, რომ აი ამ არჩევნების მერე, რომელიც მინდა ძალიან დიდი იმედი გამოთქვა, რომ მართლა კარგად ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო არის კარგი მომზადებისათვის და ადმინისტრირების, მაგრამ მაინც ამის შემდგომ ჩვენ გვექნება უკვე შესაძლებლობა იმისა, რომ ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ ძველი მოთამაშეებით ბატონო ლევან, როგორ თუნდაც, მაგრამ როგორც ბატონმა თემურმა აღნიშნა, ეს იქნება ის არჩევნები, როდესაც თქვა არც ერთ მხარეს არ აქვს გარანტირებული გამარჯვების საშუალება. ჩვენთან სადაც ამორჩეველის 90% წყვეტს იმას, ვინ უნდა გაიმარჯვოს და ვინ არ უნდა გაიმარჯვოს, პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. როდესაც მივალთ იმ დონეზე, როდესაც ჩვენ გვეყოლება ამორჩეველის 5-დან 10%-მდე დაახლოებით ამორჩეველის რაოდენობა, რომელიც გადაწყვეტავს, რომელმა პარტიამ, რომელმა ორგანიზაციამ, რომელმა პრეზიდენტმა უნდა გაიმარჯვოს. მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ გარკვეულწილად სტაბილური პოლიტიკური სისტემა ძალთა ბალანსი გარკვეულწილად აიძულებს ამ აიძულებს და ასევე ტოვებს მეორე მხარეს, რომელიც დამარცხებული აღმოჩნდება ნაკლები რაოდენობით შევა პარლამენტში, ალტერნატიულ ძალასთან, რომელსაც აზრი აქვს, თქვათ, უკმაყოფილო ხალხის რაოდენობისთვის საუბარს და კომუნიკაციას და არა ქუჩაში გამოვარდნას და ლაპარაკს იმაზე, თუმცა ბუნებრივი პროცესია პოლიტიკური საუბარს რადიკალურ ცვლილებებზე ხელისუფლების თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს მოგცემს აფხაზეთს დაუბრუნდეთ მაინც და აფხაზეთს სამხედროსაც როგორ მიგაჩნიათ მაინც რა უნდა იყოს აი იყო ბატონმა დავითმა ბრძანა რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემის უბრალოდ მისი შემადგენელი პარტიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს კონსენსუსი ხო ამ თემაზე ალბათ თუნდაც პრორუსულად იარლიყ მიყერებული ძალებით გარკვეულწილად ამ ერთ ბაზისზე უნდა გაერთიანონ რათა სახელმწიფო ინტერესი ქვია. რამდენად არის ეს შესაძლებელი, მაშინ როდესაც ხანდახან აი ეჭვის თვალით უყურებთ არის ეს საფრთხე, არ არის ეს საფრთხე, ზედმეტადაა დანახული, გამოყენებული და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნაც, რომ პარტიებმა დიალოგი ჯერ დაიწყონ აი ამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეროვნული ინტერესების უმნიშვნელოვანესი საკითხების. და მერე ჩამოვიდნენ ქვევით და მერე ელაპარაკონ სალარო აპარატებზე, მერე ესაუბრონ გადასახადებზე, კოდექსზე და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს გვჭირდება სასიცოცხლო მნიშვნელობის კონსენსუსი პარტიებს შორის. რა სიტყვიან ეს ლიდერები, რა სიტყვიან პოლიტიკური ორგანიზაციები, სხვადასხვა გაერთიანებები და ჯგუფები, თუ კი აფხაზეთში კვლავ გამწვავდება სიტუაცია. თქვენ როგორ გონიათ რა სიტყვიან? მე ვფიქრობ, არა, ეს არის ჩემი როგორც ერთ-ერთი ამორჩეველის მოთხოვნა, რომ მათ ამაზე საერთო აზრი უნდა ქონდეს, საერთო პოზიცია. ეს არ არის რომელიმე პარტიის. მე იმედი მაქვს, რომ მათ ამაზე კონსენსუსი იქნება. ეს აქ უკვე ლაპარაკი საუბარი იმაზე არ არის, თქვა, რომელი პარტია მოიპოვებს უპირატესობას. თუ კი რეალურად გამწვავდა სიტუაცია, ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პარტიები გაერთიანდეს საერთო ეროვნული მიზნის მისაღწევად. მერე გაარკვიონ ერთმანეთში, როგორ ჯობია, ასე თქვა, გადასახადების შემცირება, მომატება თუ ტარიფებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ ამ საუბრამდე ამ თემებზეც მივიდნენ ბატონო ლევან, იმიტომ რომ ზოგადად როცა საუბარია გარკვეულ საკითხებზე არის ეს გლობალური ხედვა, ან არის კორუმპირებული, ან არ არის კორუმპირებული ეკონომიკის ხედვა, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს დაახლოებით ასეთი. ბატონ დავით, მაინც როგორ ხედავთ თქვენ საფრთხები რეალურია ახლა ამაზე მე მგონი ყველა ვთანხმდებით, იგივე კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში, რა ნაბიჯები არის მოსალოდნელი იმ შემთხვევაში თუ თქვათ კოსოვოს თემა, მისგან დამოუკიდებლად აღიარება ან მსგავსი რაღაცები მაინც მოხდა. აი თუ კოსოვოს აღიარება მოხდა, მაშინ რეალურად დგება იმის საფრთხე, რომ რუსეთმა გაიმეოროს კოსოვოს სცენარი ჩვენი მიმართულებით. ასე რომ დღეისთვის უნდა ვიყოთ მზად. ეხლა უკვე ვიმყოფებით ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეხლა მეტი მოხდება სამხედრო პროვოკაცია თუ რაღაც ასე ვთქვათ სხვა საბოტაჟის აქტებს ექნება კიდევ ადგილი თუ რა ექნება ძნელი ამის წინასწარმეტყველება, მაგრამ ასეთ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების თავდაცვისა და სამართალდაცვის სტრუქტურების მშენებლობას. სხვანაირად სახელმწიფო არ არსებობს.
მაგრამ მე მაინც მინდა ერთი და უნდა ვემზადოთ ეს შინაგანი გაცნობიერებული, მათ შორის შეურიგებლად დაპირისპირებულ ოპონენტებს შორის გაცნობიერებული ასე თუ განცდა იმისა, რომ არის ქვეყანა ძალიან არაორდინალურ ვითარებაში, თორე საფრთხე ახლა აღქმების საკითხი უფროა ვიდრე ობიექტური რეალობის, ხო? შეიძლება ერთს მეტად ეჩვენებოდეს, მეორედს ნაკლებად და რეალობა რა არის კიდე ღმერთმა იცის, მაგრამ რახან არია ეს განცდა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული, რომ ქვეყანა არ არის ორდინალურ მდგომარეობაში, მეტი უნდა გაუწიონ ანგარიში ერთმანეთის აღქმებს და განცდებს, მათ შორის პოლიტიკოსებას და არა მარტო პოლიტიკოსებმაც. მე ვერც ვიტყოდი ახლა რაც თქვენს თემური ლევანიმ პრორუსულობა, არაპრორუსულობაზე ეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ სრული სურათი ცოტა კიდევ რაღაც დამატების შტრიხებს ითხოვს. ახლა პრორუსული არ ნიშნავს, რომ შენ გიყვარს ანდრეი რუბლევის მხატვრობა და გძულს რუბენსი. და პირიქით არ ნიშნავს პროდასალური, ხო? პრორუსული ჩემთვის ასოცირდება რუსეთში 10 წლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ და დღემდე არსებულ ავტორიტარულ მაფიოზურ კლანური, ესე ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურების არსებობას და მის გავრცელებას, იმიტომ რომ აი რუსული გავლენა ეს არის, თორე რუსული მხატვრობა ძალიან კარგია. ხო და აი ანუ ამ სტრუქტურებთან და ამ ტიპის აზროვნებასთან ვინ ასოცირდება, თუ 21 საუკუნე მოიტანა ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელზეც ადამიანის უფლებათა დამცველებს არ აქვთ პასუხი და დემოკრატიის დამცველებს არ აქვთ პასუხი. კერძოდ საქმე რაშია? მაფიოზური, ფუნდამენტალისტური ძალები მშვენივრად ლაპარაკობენ დემოკრატების ენით. მშვენივრად იყენებენ დემოკრატიულ მექანიზმებს და ზოგჯერ დემოკრატიულ ძალებს უწევთ აი ამ პირობებში სერიოზული დაბნეულობა, რომ რაქნან. ხო, ასე მოდის ხელისუფლებაში ჰამასი, ასე ახლა რომ მიუშვა არჩევნები ეგვიპტეში მოვა ალ-ქაიდა, ღმერთმა დამიფაროს ვინმე დამწამოს, რომ ამიტომ არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს. ეს გამოსავალი არ არის, მაშინ პოლიტიკა გადადის ქუჩაში და ჩვენ ეს ვნახეთ. მაგრამ ეს არის სერიოზული გამოწვევა, რის თქმა მინდა, რომ არა დემოკრატები ლაპარაკობენ დემოკრატებივით და ამიტომ ამომრჩეველს მართებს ორჯერ მეტად დაფიქრება დღეს ვიდრე ეს იყო ადრე, რომ ესა თუ ის ადამიანი მარტო ის კი არ არის მთავარი, რას ამბობს, არამედ ვისთან იდგა, ვისთან დგას, რა გაუკეთებია. თუმცა ბატონი თემური ალბათ ამ შემთხვევაში პრორუსულობაში გულისხმობდა იმას, რომ გვანახოს ის თავისი არგუმენტები და მე არასოდეს არ იტყვის აი ესეთი ტიპის პრორუსი, რომელსაც უნდა აი ეს მაფიოზურ საბჭოური რაღაც სისტემის შენარჩუნება მშენებლობა, რომ დემოკრატიული დისკურსით ისაუბრებს. ის დემოკრატიული დისკურსით ისაუბრებს, ის მხოლოდ ასე ვთქვათ შეცდომებზე ხელისუფლებაში, მხოლოდ ადამიანის უფლებებზე და ღირსებებზე ისაუბრებს, მაგრამ სინამდვილეში რა უნდა? მე არ ვიცი, მაგრამ აი ამაზეა დაფიქრება საჭირო. როგორ გავარჩიოთ? იმედია რომ საარჩევნო კამპანია ამას კარგად დაგვანახებს უბრალოდ ყველამ, უნდა უსმინოს და კიდევ რაღაც სხვას გარდა იმისა, რაც ითქმება და ასე ვთქვათ, სტრიქონებს შორის ნაწერის წაკითხვა შეძლოს. ძალიან ძნელია მთელი საზოგადოებისთვის, მაგრამ ვისაც პოლიტიკა აწუხებს, აი ეს უნდა შეძლოს. და კიდევ ერთ საკითხს რომ შევეხოთ, ხომ არ გნებავდათ რამე? არა. კი ბატონო, ერთ საკითხს რომ შევეხოთ, თქვენ ახსენეთ შერყეული იმიჯი, საერთაშორისო იმიჯი საქართველოსი. ცხადია, ფაქტია, რომ ის რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და საგანგებო მდგომარეობა არც ერთ ჩვენს მეგობარს და არც ერთ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ ხიბლავს და ვერ შეგვაქებენ ამისთვის და კრიტიკა ისმოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი იქნება დარტყმა მაინც ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე? დღეს ჩვენ მომსწრებართ 4 ისტერიკისა. პირველი ისტერიკა არის ხელისუფლების მხრიდან ყველაფერში რუსეთია დამნაშავე. მეორე ისტერიკა არის ოპოზიციაში, რომ სააკაშვილი არის ფაშისტი, მკვლელი, რა ვიცი მე, გიტლერი და ასე შემდეგ. მესამე ისტერიკა არის რუსეთში, რომ ერიქა, აბა რაღაცა მოხდა საქართველოს შევარდათ ახლა აფხაზეთში და ვაღიაროთ და რაღაცეები და მეოთხე ისტერიკა არის დასავლეთში. რომ აუ ეს რა ფეხი მოიტეხა საქართველოს, ეს რა მოვიდა, ეს რა შემთხვევა. ეს რა ქვეყანა დაუკარგეთ. ხო, არა, დაუკარგეთ არ ეძახია რა, ეს რა შემთხვევა რა, რაღაცა ესეთი ის არის. ისტერიკა აბსოლუტურად გაუმართლებელი, იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაცა გვტკივა ქვეყნის შიგნით, ეს რაღაც ჩვენი ტკივილები უფროა, ვიდრე საგარეო ტკივილები, ხო? რაღაც ქართულმა ქართველს ხელკეტი დაარტყა, იმან თქვა ეს როლამა რაღაცა ქნა იმას შეაგინა და რაღაცა. ეს შიდა პროცესები უფროა, ვიდრე გარე პროცესები. რომ დააკვირდეთ გარეთ რაზე აქვს რეაქცია, მიტინგების დარბევაზე კი არ აქვს რეაქცია. რეაქცია აქვს იმედის დახურვას. და საგანგებო მდგომარეობა რა? ხო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა და მედია შეიზღო და აი ამაზეა ყველაფერი აგებული ძირითადად და ჩვენ არ გვეგონოს რომ აქ რამდენი კაცი დაიჭრა და დაშავდა და სამართყოფოში ეს რამეს წყვიტავდეს, იმიტომ რომ
მიტინგების დარბევა არავის არ უყვირს. მათ შორის ძალის ზედმეტად გამოყენებაც არავის არ უყვირს, მით უმეტეს დასავლეთში. რომლებიც სხვადასხვანაირი ტიპის მიტინგებს არ ბევენ ხოლმე დღე-გამოშვებით. ანტიგლობალისტების, რაღაც პატრიოტების, ფაშისტების და ასე შემდეგ. თავარი იყო ეს მედია კომპონენტი. ეხლა, რამდენად სერიოზულია. მე ამას შევადარებდი უნგრეთს, რომელმაც ჩაუშესკუ ჩამოაგდო, რუმინეთს უკაცრავად, ჩამოაგდეს ჩაუშესკუ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე მოხდა სტუდენტური დემონსტრაციის დაშლა და აი სტუდენტური დემონსტრაციის დაშლა დაიხუიეს ხელზე და 4 წელი დაჭირდა რუმინეთს იმისათვის, რომ აი ეს იმიჯი როგორმე გამოესწორებინა და რაღაცა თქვა, რომ აი არაფერი კატასტროფა არ მომხდარა თქვენთვის ამ შემთხვევაში და დემოკრატიული განვითარებისთვის. და ნუ რუმინეთი დღეს ვიცით, რომ არის ევროკავშირის წევრიც და ნატოს წევრიც. აქ არის სხვა პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ დღეს ეს საჩუქარი, რაც საქართველოს გაუკეთა, მე ვიტყოდი გერმანიას და საფრანგეთს, აი ამის თიძე დახვევა ხდება. შეიძლება ჩვენ გაზაფხულზე არ მეგვიღო სამოქმედო გეგმა ნატოში, მაგრამ ეს მოხდებოდა არა ჩვენი ბრალეულობით, არამედ იმის გამო, რომ გერმანია ან საფრანგეთი ბოლომდე მხარს არ დაუჭერდა და იტყოდა, რომ ხო ქართველები მაგრები არიან, მაგრა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც ცოტა მეშინია ამ რუსებისა და მოდი რა პუტინმა არჩევნები ჩაატაროს და მე ნახოთ რა. ახლა ექნებათ არგუმენტი. ახლა აქ არგუმენტი, რომ აი დაიქცა ქვეყანა, ხო ცოტა ადრე იყო, ამაზე ლაპარაკი და ასე შემდეგ. ახლა აი ეს დასავლური რეაქციაც იყო რა, 3 წელიწად ნახევარი, რასაც აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხი ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით დაგვეკარგა ერთ ღამეში. მაგრამ ეხლა დავდგეთ და ვიტიროთ, რომ ეს რა დავკარგეთ და ვაი ეს რა მოგვივიდა. ეგეც გავიარეთ, რა ხო გახსოვთ, რომ ვიზახდით რა ცუდი ერი ვართ, ეს რა შეგვემთხვა ერთმანეთს ვესროლეთ, ყველა ერმა ესროლა თავის მოძმეს და დახოცა და რევოლუციები აკეთეს 1 კერა 5, მაგრამ ეხლა უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ვიფიქროთ ხვალე რა ხდება. ნატო არცად არ გაქცეულა. ეხლა აპრილი თუ არა, მომავალი აპრილი მოვა და თავარია რომ ჩვენ ეხლა ვაიბიშს გავანებოთ თავი და მივხედოთ ქვეყანაში პროცესებს. ყველა საინტერესო რა ხდება. თუ სააკაშვილო მოიგო არჩევნები, მას ბევრი სასიარულო საზღვარგარეთ და ბევრი სააგიტაციო აღარ აქვს. მას ძირითადი საქმე ექნება საქართველოს შიგნით. აი ნახოთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონებო. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კი იხილეთ პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან, რომელიც დღეს 51 საშუალო სკოლაში გაიმართა. ამავე სკოლაში ზუსტად 2 თვის წინ შევხვდით, ბატონ პრეზიდენტო ქონდა შეხვედრა პედაგოგებთან, მაშინ საუბრობდით ძირთად სკოლაში ძალადობის პრობლემებზე, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა და ალბათ უპრიანი იქნება, რომ ვისაუბროთ, გავანალიზოთ ეს მოვლენებიც და ასევე ვისაუბროთ რაც თავარი იმ გეგმებზე, რომელიც თქვენი დავალებით მუშავდება სწორედ საერთოდ განათლების დაფინანსების ზრდის თვალსაზრისით და განსაკუთრებით ალბათ პედაგოგთა სოციალური და სამედიცინო დაცვის თვალსაზრისით. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ჩემთვის პედაგოგებთან შეხვედრა არც ახალი რამ არის და არც უჩვეულო და ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამეა, რასაც ჩემ გრაფიკში ყოველთვის უჭირავს ადგილი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩემი პრეზიდენტობის შედეგად თავარი ამბიცია, რომელიც მე მაქვს და ადრეც მithქვავს და მინდა გავიმეორო, არის ის, რომ საქართველოს აქციო ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებად, საქართველოს აქციო სანიმუშო ქვეყნად ცოდნის და ხალხის კვალიფიკაციის განათლების და განათლებული ადამიანების დაფასების კუთხით. და ბუნებრივია განათლებული ადამიანების დაფასება, ეს არის განმანათლებლების დაფასება და განმანათლებლების ახალ ხარისხში აყვანა პირველ რიგში. ჩვენ არა გვაქვს ნავთი და გაზი. ჩვენი თავარი რესურსი არიან ჩვენი ადამიანები. ჩვენი ადამიანების გონიერება, რაციონალურობა, ჩვენი ადამიანების მობილიზებულობა, ჩვენი ადამიანების გაგება, მათი ადგილი საზოგადოებაში და მათი საზოგადოების მნიშვნელობის ზოგადად და ამ საზოგადოების მომავლის პერსპექტივების კონკრეტული დანახვის.
მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ბევრი პრობლემა გადალახა და საქართველოს კიდევ ექნება ბევრი პრობლემა. მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან კარგად დაინახა ყველა. და ეს არის მთავარი გზავნილი თუნდაც ბოლო დღეების შემდეგ. რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ბევრი უსიამოვნო რამეც ხდება. ჩვენ ჩამოუყალიბდით ნამდვილ სახელმწიფოდ. ჩვენ აღარა ვართ რაღაც გაურკვეველი წარმონაქმნი, რომლის არევა ადვილია, რომლის დანგრევა სათანადო მოწვევის შედეგად შესაბამისად შესაძლებელია, სადაც ხალხს არ ესმის თავარი ორიენტირები და თავარი რამის გაცნობიერება არ ხდება რა არის იმ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ ტრადიციულად საქართველოს მე ასე ვისწავლო ყოველ შემთხვევაში ამ სკოლის კედლებში ისტორიის გაკვეთილებზე და მე კარგად ვიცი საქართველოს როდის აგებდა ბრძოლებს, როდის კარგავდა ტერიტორიებს და რა იყო საქართველოს ყველაზე დიდი ჭირი ტრადიციულად. ეს იყო დაგსაქსულობა, ეს იყო ქართველების მიერ პირადი ამბიციის და პირადი ამპარტავნობის უფრო მაღლა დაყენებული და საერთო ეროვნული ინტერესი. ეს არის რომ ყველა თავისთვის ქაჩავდა საბანს, ყველას თავისთვის უნდა და რაღაცა და საქართველოს იყო ძლიერი მხოლოდ მაშინ, როცა მისი მმართველები და პოლიტიკური ელიტა ახერხებდნენ შეთანხმების მიღწევას, არის მომენტები და ეს არის მომენტი, როცა საერთო ეროვნული ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი ამპარტავნობა და ჩვენი პირადი ახირებები. ამიტომ ის ფაქტი, რომ 91 წელს როცა საქართველოს ახლა მიიღო დამოუკიდებლობა, რატო ჩამოიშალა ჩვენი ქვეყანა? მარტივი მიზეზი იყო. საქართველოში მოხდა დაპირისპირება, ეგრევე როგორც კი იგზნეს ადამიანებმა, რომ მოდი ეხლა გამარჯვებულები ვართ და ეხლა ყველამ ჩვენთვის უნდა გამოვიყენოთ ეს გამარჯვება. თავისუფლება მოვიპოვეთ, მაგრამ ეხლა ყველამ ჩვენთვის უნდა ვიხეროთ. ამიტომ კიტოვალმა გაიყვანა თავის გვარდიელები იქ და დაბანაკდა და იქიდან გადაწყვიტა, რომ ის უნდა ყოფილიყო საქართველოს მმართველი. ამიტომ შევარნაძე, რომელიც მოსკოვში იყო, მან გადაწყვიტა, რომ ის უნდა დაბრუნებული ყოფილიყო საქართველოს მმართველი. ამიტომ თვითონ პარლამენტში უმრავლესობა გაიხლეჩა ეგრევე და გამოვიყო ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, მერე მეოთხე, მეხუთე ჯგუფი და ყველამ გადაწყვიტეს, რომ ისინი უნდა ყოფილიყო მმართველები. ამიტომ ყველა რეგიონალურმა ლიდერმა, რომელსაც ოდნავ მაინც ამის რაღაც მონაცემები გააჩნდა, დაწყებული არძიმბეთი და დამთავრებული ბუნებრივი აღარ ვლაპარაკობ ტორეს კულუმბეკოვზე, მაგრამ ასლან აბაშიძე მაგალითად გადაწყვიტა, რომ ისედაც ჩვენ შეძლებდნენ თავისი ადგილების მართვას და არაფერი შეერჭიდებოდა ცენტრის მმართველობა და საქართველოს დაიშალა მარტივ მომრავლებად. საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი, საქართველოში დაიწყო არეულობა და მოხდა ის, რომ საზოგადოებაც აღმოჩნდა გათიშული ამ პროცესებიდან. და ასე ვიყო აფხაზეთის ომის დროსაც. აფხაზეთის ომის დროს ერთის მხრივ იყვნენ აბსოლუტური გმირები ქართველები, რომელთაც აიღეს იარაღი და წავიდნენ საქართველოს დასაცავად და იყო ხალხი, ვინც დღე-დღე პანიკას თესავდა და ამიტომ წავაგეთ ჩვენ ის ომი. მოდი თქვათ პირდაპირ. რა შეიცვალა მას შემდეგ? მე ვფიქრობ, თავარი რაც შეიცვალა არის ის, რომ ამ დღეებმაც კარგად აჩვენა. საქართველოში, მიუხედავად ისა, რომ